მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 29 აპრილი. მე გებრუნდები სპორტული სიახლეებით განახლებულ ინფორმაციას მოგასწრების სპორტის შესახებ. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ გუშინდელი მატჩი, რომელიც თბილისის დროით შედგა 23 საათზე, მიუხედავად ბაიერნმა თითქოს პირველი ნახევარი საათი ძალიან კარგი ფეხბურთი და ძალიან კარგი კომბინირებული ფეხბურთი აჩვენა ორივე გუნდმა. ალბათ არავის არ გახსოვს ისტორიაში 20 წლის განმავლობაში მაგალითად მოვიყვანდი, რომელიც კლასიკო იყო 9 გოლიანი მატჩი, რომელიც ნახევარფინალურ მატჩში ძალიან გადააჭარბა მოლოდინებს და აქ ორივე გუნდმა სასაული თამაში აჩვენა და აქ ასეთი ნამდვილად მაგარი ფეხბურთი აჩვენეს ამ ორმა გუნდმა. რა თქმა უნდა, მიუხედავად ბაიერნიდან ორინსე აქტიურობდა და ასევე მე მინდა გამოვყობდი ასევე არენ კეინს იმდენად არა, მაგრამ ორინსე, რომელიც ულამაზესი გოლი გაიტანა ერთი შეხების მცველს, რამოდენიმე მცველი ჩამოიშორა და საჯარიმოს გარედან შიგნიდან უკვე ულამაზესი გოლი გაუტანა და 2-2 გახდა. ასევე მე მინდა გითხრათ, მანამდე ოსმან დემბელემ ვერ გამოიყენა მომენტი. ოსმან დემბელემ ერთი პენალი პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი პენალი გაიტანა და აღდგინა წონასწორობა პარის სენ-ჟერმენმა თითქოს 2-3 იგებდა, მაგრამ დამაჯერებლად იგებდა უკვე მეორე ტაიმს პარის სენ-ჟერმენი 2-5. აქ არაფერი არ დასრულებულად დიახ, სადღაც 62 წუთზე უკვე ბაიერნი 3-5 იყო და სადღაც 70 წუთამდე ბაიერნმა შეძლო 4-5 საბოლოო ანგარიში ხვიჩა კვარაცხელია დუბლი მიითვალა. ოსმან დემბელე კი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ ნახევარფინალურ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის. რაც შეეხება, მე მინდა გითხრათ, არსენალი მადრიდის ატლეტიკო არსენალი იგივე მოლოდინი მაქვს თითქოს, რომ დღევანდელი მატჩი გუშინ რაც ვიხილეთ, ნამდვილად ასეთი ფეხბურთი ნამდვილად კაი ხანი არ გვინახია. დღეს თბილისის დროით 11 საათზე სიკ უნივერსალი შემოგთავაზებს. აქ პრინციპში თანაბარ თამაშს ველოდებით და იმის მოლოდინი გვაქვს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მოგწონთ ვიდეო და ლაიქით გააზიარეთ მაქსიმალურად. მე დაგიბრუნდებით დაახლოებით 3-4 დღეში. გამოიწერეთ.